ყველანი აქ შეგრიბეთ, რომ გაგაცნოთ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ამბავი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აუცილებელია, რომ 4 ადამიანმა დატოვოს საქაურობა და ისინი თქვენ უნდა არჩიოთ. მე არ მინდა აქედან წასვლა, მე ხმა არ მომცეთ რა. რა ხდება? მე და შენ აქედან წავალთ და ვიღაც ორი გამოყვება კიდევ. ხო, ეგ არ მოხდება. ვერთო მასაობელმა იქ იმედია ჩვენ წინააღმდეგ ხმას არავინ არ მისცემს. ჩვენ ცუდი არაფერი გაგუკეთებია. მე არაფერი მესმის. კარგი გავაზრდელებ, ხმავის წინააღმდეგ უნდა მივცეთ. ჩვენ ძალიან გვეჩქარება, გოგოები გველოდებიან. ალბათ გაგიგიათ, რომ სახლში მოღალატეები ყავს, რომლებიც ჩვენ უცნაურ მეზობლებს ყოველდღიურად ეკონტაქტებიან და რაც ყველა ჩვენგანის ცხოვრებისთვის საშიშია. მივხვდი, უნდათ რომ თავიანთი ბანი გაუშვან აქედან. მაგარია. მზადვართ ბანის წინააღმდეგ მივცეთ ხმა. გოგოებო, ჯერ დაძრანით, ხო იცით, რომ ბაჭიები თქვენზე უკეთესები არიან. აბა, გითხარით, ვინ ტოვებს ამ სახლს? ჯანდაბა, ჩვენ წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყეს. იმიტომ რომ ამ მეზობლებთან იყავით ზიპი, ზაკი, ზუპი, ცუდი ხალხი არიან. კნოპა, დაწყნარდი. გოგოებო, სახლში ვერ წავალ, მშობლები მართლა ძალიან მეჩხუბებიან. გოგოებო, დამშვიდდით, არსადაც არ წავალთ. უფლება გვაქვს ამ სახლში დავრჩეთ. ხო, ეს ყველაფერი თქვენი კალათბურთელების ბრალია. უკვე დამღალეს. სმაილი არის ყველაფრის თავი. ტიმური არაფერ შუაშია, იმიტომ რომ მე ზიპთან არ ყოფილვარ. კნოპა, სხვათა შორის მეც არ ყოფილვარ ზიპთან. ხო, ეკელი სხვა რაღაცას ამბობს. ხო, მიცი რომ ეგრე არ მომხდარა. გოგოებო, მივიდეთ და გავამყაროთ ჩვენ ძალაუფლება. ხო, ამ სახლში მცხოვრები ვერც ერთი ადამიანი ვერ მომცემს მე ხმას. კარგი, გოგოებო, წავედით. მივიდეთ და გავარკვევთ ყველაფერი. ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის. მომისმინე მასკოტი იყოს შენი ჩერლიდერების დაცვა. მოკლედ მეგობრებო, ჩვენი სურვილია და გირჩევთ, რომ ხმა ყველამ ბაჭია ჩერლიდერებს მისცეთ. ისინი აქაურობას არ ეკუთვნიან. ვაიმე, ეს მართლა ხდება? პროვასტი აქუშებით. ჩვენ ბანის ვაძლევთ ხმას. აქაურობას არ ეკუთვნიან. მართალია, აქაურობას არ ეკუთვნიან. ხმა ბაჭიების წინააღმდეგ. ვერ გავიგე რა ხდება. გონი უნდათ რომ თავის გოგოები გააგდო. ხმას ვაძლევ ბანის. მეც ბანის. მეც ბაჭიების წინააღმდეგ. არა, ეს არ უნდა გააკეთო. ბაჭიები. აბა, ვინ დარჩა, ხმავის არ მიუცია. ბაჭიების წინააღმდეგ. აქ რა შეკრება მოაწყეთ? ეს ხმის მიცემა რა არის? აქედან ვერ გაგვაგდებთ. მე რა შუაში ვარ? ხმა ბაჭიების წინააღმდეგ. ვა, ჩვენი 4 ვარსკვლავიც დაბრუნდა, რომლებიც კიდე გავიდნენ სახლიდან. ბანის ვაძლევ ხმას. ჩვენ მეც ბანი ყოველდღე მოგცემდით ხმას. ბოდიში, მაგრამ ჩვენც ბანის ვაძლევთ ხმას. მეც და ბროვასტიც. მოიცადე, რაღაც შეიძლება ვიკითხო, რა დაგიშავეთ, რომ ასე გვექცევით, ჩვენ ხმას რატომ გვაძლევთ? ამ ადგილს არ დავტოვებთ. თქვენთან ერთად ვისვენებთ, ვინ ხართ, რომ ჩვენი გაგდება გინდათ? მასწავლებელო მაიკ, თქვენ რა სიტყვით? მასწავლებელო ხომ არ გინდათ? არა, მადლობა. მოკლედ, გოგოებო, მომისმენთ. თქვენ ჩვენი სახლის წესები დაარღვიეთ და ახლა ამიტომ ბიჭებს უნდათ რომ აქედან წახვიდეთ. ხმა ბაჭიების წინააღმდეგ ჩვენი ყოფილი სახლიდან გაგდება მაგარი რაღაცა. დიმა, რატო ხარ ასეთი ბოროტი? კარგი, მაშინ მიზეზი მოგვეცით, რა გავაკეთეთ არასწორად, რა არ მოგეწონათ და რატომ ცდილობთ ჩვენს გაგდებას? ჩვენი კალათბურთელები უბრალოდ ეჭვიანები არიან. გოგოებო, დაძრანდით, თქვენზე აღარ ვეჭვიანობთ. ჩვენ იმიტომ გვინდა რომ აქედან წახვიდეთ, რომ სულ ადამიანებთან კონტაქტობთ. არ არის ასე. როგორ შეიძლება რო არ იყოს? აბა, ყელზე შეხედე. ეს პირადულია. თქვენი საქმე არ არის. საერთოდ არ გაქვთ უფლება რომ აქედან გავყაროთ, თორემ მშობლებს დავურეკავთ. კარგი, მაშინ ეს იქნება საკმარისი. მასწავლებელო მაიკ, გოგოებო, ძალიან უწუხარ, მაგრამ მართლა უნდა ჩაალაგოთ პარკი და აქაურობა დატოვოთ. ამ სახლიდან უნდა წახვიდეთ. მაგარია, მადლობა მასწავლებელო მაიკ, მადლობა სმაილი, იყო დრო როცა მიყვარდი. ტიმურ, ყოველთვის ვიცოდი რომ ისეთი არ იყავი როგორადაც თავს ასახებდი. წავედით. მეგობრებო, იმედია იგივე შეცდომას არავინ არ გაიმეორებ. არა. კარგი, ახლა ჩერლიდერები პარკში ჩაალაგებენ და ცხოვრება გაგრძელდება. მასწავლებელო მაიკ, ეს არ უნდა გააკეთოთ, თორემ მე სწავლობ მათთან ერთად. კარგი, მიდი. გოგოებო, იქ კი ამაყად გვეჭირა თავი, მაგრამ ახლა რა უნდა გავაკეთოთ? მართლა წავიდეთ და ჩავალაგოთ? არა, ხო, ყველა ჩვენ მოგვცა ხმა, არავინ დაგვიცვა. ესე იგი მასკოტიც ჩვენს წინააღმდეგ იყო? არა, არ ამგონია გოგოებო, ამას არ გააკეთებდა. დიანა, ღამეს სად უნდა გავათიოთ? გოგოებო, გაფრთხილებთ, მიუხედავად იმისა, რომ თბილა, მე გარეთ არ დავიძინებ, კოღოები იკვინებიან. ხო, სახლში ვერ წავალთ, ჩემი მშობლებიც არ წასულან და თან რას ვეტყვი? გოგოებო, აბა დაფიქრდით კარგად, მხოლოდ თქვენ ორს გაქვთ ეს ყელზე რაღაცეები. ხო, მაგრამ, ვიცი, სადაც უნდა გავათიოთ ღამე. ზომბებთან, დიანა. დიანა, არა, არ მომწონს ეს ზუპი. მაგრამ მე მომწონს ზაკი, ძალიან საყვარელია.
გოგოებო, მხოლოდ რამდენიმე ღამე გავათიოთ მათ სახლში, სანამ მოვაგვარებთ ყველაფერს და გავარკვევთ რა უნდა ვქნათ. თავი რაში გავყავი? გამარჯობა ჩილიდერებო, თუ გინდათ გაგიყვანთ. გამარჯობა ფეხბურთელებო. ავტობუსის გაჩერებამდე. დეგენერატებო, ეს რა გვითხრეს? მეგობრებო, ესე იგი მართლა მიდია. მე არ მადარდებს, ძალიან მალე დამოუწლებია. შეიძლება მე დიანა მომენატროს. სმაილ საკმარისია, დიანა არ უნდა მოგენატროს, მოღალატია. გამარჯობა კალათბურთელებო, თქვენს მხარდასაჭერად მოვედით. ხო, შოკში ვართ, რომ ბანი ასეთი აღმოჩნდა. გიღალატეს. ალბათ თქვენთვის რთულია. ვა, ჩვენი უცნობიერები მოვიდნენ. გომეშვებო, თქვენი საქმე არ არის. მაგრამ მადლობა, რომ ბაჭიების წინააღმდეგ მიეცით ხმა. ისინი აქ არ უნდა ყოფილიყვნენ. კარგი რა მეგობრებო, მოდით აუხნიშნოთ. წამო. ბიჭებო, დახმარება თუ დაგჭირდათ, ყოველთვის აქ ვართ. ხო, შეგვიძლია მხარი დაგიჭიროთ. სმაილ, ცუდად თუ იგრძნობ თავს, შეგიძლია ოთახში მოხვიდე ჩემთან. ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები. მადლობა, დავიმახსოვრეთ, მაგრამ თქვენი დახმარება არ გჭირდება. გომეშვებო, კარგად. ჰეი, ბლონდი, გინდა რომ შემდეგი ჩვენ გავვარდეთ აქედან? ხომ იცი რომ ბიჭების შემოსვლა არ შეიძლება. ჩვენ ფრთხილად შევცვლით წესებს. კალათბურთელები ჩვენი იქნებიან. ხო, დღეს მართლა კარგად ვიმუშავეთ. ნეტავ კიდევ გქონდეს ასეთი ხმის მიცემები. არა, ბიცა, მე შეიძლება ხმა ჩვენს მოგცენ. კარგი ბიცა, საკმარისია, დავუკეტოთ. მორჩა, ის ყველაფერი დაკეტილია. კარგი. კარგია, ბასაყურო, ხოლმე, ჩემო ოქრო. გოგოებო, დღეს მხოლოდ ის მიგვაქვს, რაც გჭირდება, ხო, ყველაფერს ხომ არ წავიღებთ ამ ზომბებთან. არა, ყველაფერი უნდა წავიღოთ, თორემ ბაყაყები მოვლენ და ჩვენს ნივთებს არ დატოვებენ აქ მთელს. გოგოებო, არა, მთავარი ნივთები წავიღოთ, მერე ხვალ დავბრუნდეთ. ხო, დავბრუნდეთ ხვალ და რაც დაგვრჩა, ყველაფერს წავიღებთ. გოგოებო, ჩემი სამკაულები მომაქვს აუცილებლად. გოგოებო, ვინ იფიქრებდა, რომ ტანსაცმელების ჩალაგება და წასვლა მოგვიწევდა და არავინ დაგვემშვიდობებოდა? იცით რა გოგოებო, ყველაზე მეტად ჩვენმა კალათბურთელმა შეყვარებულებმა გამაკვირვეს. ზიზღიცა ახსავსე არიან და ჩვენ ამდენი ხანი მათთან ერთად ვიყავით. ხომ გითხარით რა, ხომ გითხარით რომ არ მომწონდა ეს მეგობრობა ზაკთან და ზუბთან. მეც არ მომწონდა არც ერთი. ჯანდაბა, გავიგე რომ თქვენ არ მოგწონდათ, მაგრამ მე და დიანას მოგწონდა. ნასტია, კარგი დაწყნარდი. ახლა სხვა რაღაცაზე უნდა ვიფიქროთ. ჩავალაგოთ და წავიდეთ სასწრაფოდ. გოგოებო, მართლა ვაპირებთ წასვლას, არ წახვიდეთ. მალე ყველაფერი უკეთესად იქნება და ისევ ისე როგორც ადრე. მართლა ძალიან გთხოვთ, არ წახვიდეთ. თქვენ გარეშე და ვარჯიშების გარეშე, აქ ვერც მე გავჩერდები. მასკოტ, ჩვენ არ მოგვეცი ხმა? გოგოებო, რა თქმა უნდა არა. მასკოტ, ძალიან გვიყვარხარ და მოგვენატრები. მაგრამ რატო ყოველდღე ვნახავთ? კნოპა, ეგ არავინ უნდა იცოდეს. გოგოებო, უბრალოდ ნება მომესით რომ მასობელმა იქს დაველაპარაკო და სახლში არც ერთი აღარ წახოთ. არ არის საჭირო მასკოტ, ხვეწნა მუდარას არ დავიწყებთ. გოგოებო, ოთახის დაცლა და დასუფთავება არ დაგაუწდეთ. ოთახში ახალი ვიღაცები შემოდია. მასწავლებელო მაიკ. მასწავლებელო მაიკ, ვალაგებთ, ვერ ხედავთ? იცით რა მასწავლებელო მაიკ, უკეთესი ადამიანი გვეგონეთ. ხო, გოგოებო, მივხვდი, მისი რომეო აქ არის და ამიტომ უჯერებს ყველაფერს. გოგოებო, ჩავალაგოთ და წავიდეთ. არა, იჩქარით და იცოდეთ, ჩემ რომეოს არ შეეხოთ. ისედაც თქვენ გამოგაფუჭდა ჩემი ძმისშვილი. მასწავლებელო მაიკ, ძალიან ვთქვით, ნება მიეცით რომ აქ დარჩნი. არა, ხმის მიცემამ ყველაფერი გადაწყვიტა. გოგოებო, თქვენ გარეშე ვერ ვიცოცხლე. მასკოტ, არის დარდო. ნახვამის მასკოტ. მასკოტ, კარგად, არის ნერვიულო, დაგირეკავთ ხოლმე და აქ ვინც შემოვა, ოთახში უთხრა რომ ფრთხილად იყვნენ. იმიტომ რომ ძალიან გვიყვარდა ეს ოთახი. ხო, ნამდვილად. კარგი, კარგად. კარგად გოგოებო, ესე იგი სკოლაში გნახავთ. გოგოებო, აუცილებლად უნდა შევიდეთ. არჩეული გდები იმ ადამიანს, რომელიც პატივს არ სცემს ჩემს გრძნობებს. იანა, ბროვასტი შენი ადამიანი არ არის. ამ წარბებში გამცვალე? ნახე როგორ რაღაცებს ეძახის ჩემს შეყვარებულს. წარბი რაშუაშია ბროვასტი, იმიტომ ქვია რომ ძალიან ლამაზი წარბები აქვს. ხო, იანა, ჩვენი მეგობრობა გაცვალე ამაში? იანა, ბრაუსი ჯულის დაუბრუნე, სულ აგზის და ტირის. არავის არ დავუთმობ, ბროვასტი ჩემი შეყვარებულია, გაიგეთ? რაიან, დაინახე ეს ყველაფერი? უბრალოდ მინდოდა შერიგებულიყავი. ეგ არ იმუშავებს, რაიან, ჩემი მეგობარი აღარ არის, ჩემი ნომერ პირველი მტერია. ასეთი ემოციურები როგორ არიან? გამომიშვით, იცით რას გიზავთ, როცა აქედან გამოვალ?
სალინა დაწნარდი, ნუყვირი და მერე გამოგიშვებთ. ჩვენ პირობას ყოველთვის ვასრულებთ შენგან განსხვავებით. მორჩა მეგობრებო, ჩილიდერების სახლიდან გამოაგდეს, რისი გაკეთებას გვინდა და ვერასდროს გავაკეთებ. და ნასია და მერი ყველა თქვენს ხო გაიგონეთ, კომბეშვები ბაჯიების გაგდებას აღნიშნავდნენ და ახლა რა უნდა გავაკეთოთ? რა? ზიპ, უთხარი რომ გამომიშვან. მოიცა სალინა იქ რას აკეთებს? არ გაჩერებულა სულ ღვირის. ხო, გაბრაზებულია ჩვენზე, რომ ჩილიდერები არ მოუყვანით. ხო, გასაგებია, მაგრამ რო გაიგოთ, რომ ვიცოდით, რომ ბაჯია ჩილიდერების სახლიდან გააგდეს და მას არ უთხარით, დამიჯერეთ, უფრო მეტად იყურებს. კარგი, მე ვიზამ. სალინა, ეს მე ვარ ზიპი. ახლა უნდა დაწნარდე. ზაკ, ზუპ, მოდით აქ. სალინა, ამაზე მე ვილაპარაკებთ. ახლა სხვა პრობლემა გვაქვს. ხო, პრობლემა გვაქვს. ჩვენი ბაჯია ჩილიდერების სახლიდან გააგდეს. რა თქვით? სალინა, ჩვენ ვერაფერი ვქენი, მაგრამ გომეშვები იქ დარჩნენ. არა, მე ნასია მიყვარს, მხოლოდ ნასია. თქვენ ყველაზე სულელი ძმები ხართ. არაფრის გაკეთება შეგიძლიათ. სალინა, ეს ჩვენი ბრალი არ არის. რა ვქნა თუ მე დასაკს დიანა და ნასია შეგვუყვარდა. და ისაც ხო ხედავ რა დაგვემართა. ძალიან ნადგენები ვართ. გულნადგენები. ხო, ძალიან გულნადგენები. ზაკ, ზედმეტი არ გინდა. გესმით რომ მე გუნდი აღარ მეყოლება? მაშინ გამოდის, რომ ჩვენ არ გვეყოლება ჩვენი შეყურებულები და რა უნდა ვქნათ? მე მათ აუცილებლად ვიპოვი. ხო, მაგრამ მეგობრებო, წარმოგიდგენიათ იმ ბიჭებმა რომ დაგვინახონ, რას გავიგეთებენ და შენ წარმოგიდგენია ჩვენ რას გავუკეთებთ. ხო, არ დაგავიზდა რომ ჩვენ ზომბები ვართ. აბა გოგოებო, მოვიფიქრეთ რა უნდა ვუთხრათ? ვუთხრათ რომ გამოგვაგდეს და ცოტა ხნით მათთან ვიცხოვროთ და მე ზაკს ვეტყვი რომ ძალიან მომენატრა. ხო, მაგრამ უცნაურია, გუშინ მათი გვეშინოდა და დღეს მივდივართ და მათ სახლში დარჩენას ვთხოვთ. გოგოებო, სხვა გზა არ გვაქვს. კარგი, მაგრამ იცოდეთ, ფრთხილად უნდა გვეძინოს. არ უნდა გადაგვაქციონ ზომბებად. ფრთხილად იყავით. ზომბი რომ გავხდე, დედა სახლში აღარ შემიშვებს. კარგი, დაწყნარდით გოგოებო, არაფერი მოხდება, წავედით. მაგრამ ზალინამ რომ გააღოს კარი, ვეტყვით რომ ბიჭებს დაუძახოს. ვაუ, ვიღაც მოვიდა, კარებს გავაღებ. არა, მე გავაღებ კარს, თქვენ ვეღარაფერში გენდობით, სულელებო. საინტერესოა, ვინ უნდა იყოს, ძალიან გვიანია. შეიძლება ჩემი შეკვეთაა, ბურთი გამოვიწერე. არა, შეკვეთები ღამით არასდროს არ მოაქვთ. სალინა, ვინ არის? ბიჭებო, სტუმრები ყავს, მოემზადეთ. გოგოებო? გამარჯობა ზიპ, გამარჯობა ზაკ. შეიძლება ამაღამ თქვენთან დავრჩეთ? ხო, იმ სახლიდან გამოგვაგდეს. გოგოებო, წარმოდგენა არ გაქვთ თქვენზე რამდენს დავარდობდით. გოგოებო, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ამ დინვაზე დაიცინოთ, იზრდება. ნასია, შეგიძლიათ ჩემ ოთახში იცხოვრო. ზიპ, რა ბედნიერები ვართ, გოგოებო. მოდით დასხედით რამე ხომ არ გინდათ? არა, ისეთი რაღაც დაგვემართა. ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს. ჩვენმა შეყვარებულებმა ჩვენს წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყეს. ყველამ იმ სახლში ხმა ჩვენ მოგვცა. გამოგვაგდეს და ღამე დასარჩენი ადგილი არ გვქონდა. მადლობა რომ აქ დარჩენის უფლება მოგვეცით. გამარჯობა ზუპ. ნასია, გამარჯობა. ნასია ჩემი შეყვარებულია და მერიც აქ რჩება. გოგოებო, როგორ მიხარია რომ მოხვედით? ისეთი ლამაზი ჩილდერები ხართ. სალინა, დაწნარ. გოგოებო, ჩაიაყავო ხო არ გინდათ რას მიირთმევთ? არა, არ არის საჭირო. ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ დაღლილები ვართ. ხო, დილიდან იმ ხელაგზა გამოვიარეთ. უბრალოდ ადგილი გჭირდებოდა, სადაც დავისვენებდით. ხომ გესმით? ხო, წამოვწებოდით, დავისვენებდით, იმიტომ რომ დილიდან გამოყარეს. ნასია, მთავარია რომ აქ ხარ. ხო, გოგოებო, უნდა დაისვენოთ. ზიპ, აჩვენე თავიანთი ოთახი გოგოებს. ხო, რა თქმა უნდა. გოგოებო, წამოდით, თქვენ ოთახს გაჩვენებთ. მადლობა ზიპ. სალინა, მოდი შევთავაზეთ, რომ ამ სახლში დღეიდან სიმშვიდე იქნება, პირობადადი. ხო, მათ პირველივე დღეს არ გადავდოთ. ძმებო, თქვენი რჩევა დარიგება არ მჭირდება მე. აი გოგოებო, თავის ეგრძენით როგორც სახლში. ეს კარად არის, ახლავე საძილე ტომრებს მოგიდანთ. მადლობა ზიპ. არაფრის საყვარელო, ძალიან მიხარია რომ აქ ხარ. მეც, აბა გოგოებო, როგორ გრძნობთ თავს? შეგიძლიათ სახლში იგრძნოთ თავი? ზომბის სახლში ვრჩებით ამაღამ მაინც, რა ვიცი. არ მოდარდებს, მართლა ისე ძალიან მიყვარს ზაკი. მართლა შემიყვარდა. ჯანდაბა ნასია, არ არის შესაყვარებელი ბიჭი. გოგოებო, მოდით მოვწესრიგდეთ და დავისვენოთ. ხო, თანახმავარ. ძალიან რთული დღე გქონდა დღეს. ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა აქაურობას უნდა შევეგუოთ, ზომბის სახლში ვრჩებით ამაღამ. კარგი, წავედით. კარგად.